მოგესალმებით პირდაპირ ეთერში შემოგერთად გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა ვუძღვები. ჩვენ ამ გადაცემაში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და შიდა პროცესებზე ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ხაზზე ყავს და გვერდება გადაცემაში. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში თქვენი შეფასება როგორია იმ პროცესებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მოცემულობა დროთა განმავლობაში სამწუხაროდ არ იცვლება, რაღაცნაირად პოლიტიკური პროცესები ჩიხშია შესული და არ გვესმის რაიმე დამაიმედებელი იმის თაობაზე, რომ შეიძლება საზოგადოებასთან რაღაც მეტი საუბარი, მეტი დიალოგი ან მოლაპარაკებისკენ მიდიოდეს რაიმე პროცესები. ვხედავთ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ქართულ ოცნებას ვგულისხმობ, ასევე საზოგადოება, რომელიც არაპირებს იმ პროტესტის შეწყვეტას, რომელიც გააჩნიათ. თქვენი შეფასება როგორია ამ პროცესებზე? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მეგობრებო, დღეს თებერვალია ხო ქუჩაში და ძალიან, ესე იგი, პასიური თვე. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ესეა ხოლმე. აი თებერვალში ყველაზე იაფი ღირს მაგალითად ტურისტული ბილეთები, იმიტომ რომ არავინ ამ დროს არცად არ დადის და მოკლედ ეს წელი ხოლმე თებერვალში იღებს სტარტს. საქართველოშიც ეს ვითარებაა, ლიზა, ჩვენთან დიდი ხანია პროტესტი გრძელდება, მარტის დასაწყისში იქნება 100 დღე ამ პროტესტიდან და ადამიანები დაღლილები არიან. აი ამ გამოუვალი მდგომარეობით ზოგიერთი დაიღალა ყოველდღე მიტინგზე სიარულით და ასე შემდეგ. მაგრამ წინ გაზაფხულია, ეს გაზაფხულს ახასიათებს არა მხოლოდ ის, რომ ყვავილები აყვავდება, კვირტი გასკდება და ასე შემდეგ, გაზაფხულს ახასიათებს ისიც, რომ იწყება აქტიური პოლიტიკური პროცესები. ყველა დიდი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში გაზაფხულზე მოხდა. ასევე გაზაფხულთან არის დაკავშირებული სტუდენტური ცხოვრების განახლებაც დედაქალაქში. ასე რომ მე მგონია რომ ეხლა დიახ, ესე იგი მდორე სიტუაცია, მდინარე მდორედ მიედინება, მაგრამ გაზაფხულზე ადამიანები კვლავ გამოვლენ ქუჩაში და ისინი არაპირებენ უკან დახევას, არაპირებენ ავტორიტარიზმში ცხოვრებას, არაპირებენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ერთი კაცი თავისი საბანკო ანგარიშის კონვულსიების მიხედვით წვეთს როგორ უნდა იყოს მოწყობილი აი ამ ქვეყნის ბედი. ასე რომ ცოტაც მოვიცადოთ და ახალი დინამიზმი ექნება ამ პროცესს და იმედი მაქვს რომ გაზაფხულზე მაინც შეიგნებს საქართველოს ხელისუფლება, რომ იგი უნდა ელაპარაკოს არა მხოლოდ საკუთარ მომხრეებს და ხბოს აღდგინებით მის თაყვანისმცემლებს, არამედ უნდა ელაპარაკოს მის ოპონენტებს ყველა ფლანგიდან და ყველა მხრიდან. აი ბატონ ლევან, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა და ამაზე მინდა გკითხოთ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც აი ამის შესახებ შეგვატყობინა რა მოძრაობაა და რას გულისხმობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვები გაჩნდა, ამბობენ ადამიანები, რომ ეს იქნება პოლიტიკური პარტია თუ რა დანიშნულება, რა ფუნქცია ექნება და მინდა თქვენგან მოვისმინო უფრო მეტი ინფორმაცია აი ამ თემასთან დაკავშირებით, რა მიზანი გაქვთ? ლიზა, მე დარწმუნებული ვარ თქვენ შესანიშნავად იცით და დაკვირვები ხართ პროცესებს და ხვდებით, რომ აი ამ ვითარებაში პოლიტიკური პარტიის შექმნა საქართველოში არის ფაქტობრივად წარმოუდგენელი. როცა არჩევნები არჩევნებს არ გავს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, ყოველდღე ადამიანებს ქუჩაში აჯარიმებენ და რაც მთავარია, ქვეყნის მთელი რესურსები თავმოყრილი არის რამდენიმე ადამიანის ერთი მსხვილი კლანის ხელში, მედიებიც, მათი უმრავლესობა, კაპიტალიც და ასე შემდეგ, ესეთ ვითარებაში პოლიტიკური პარტიის დაფუძნება ვისაც უნდა ნიშნავს, რომ იგი რაღაცას არეგისტრირებს მხოლოდ. ჩვენ არ გვაქვს ამის სურვილი, რომ ქაღალდზე დავარეგისტრიროთ 327 პარტია საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც გვაქვს ჩვენი შეხედულებები. ზოგი ჩვენ შორის სოციალისტია, ზოგი სოციალ-დემოკრატი, ცოტა ზოგიერთი თქვათ ლიბერალურად განწყობილი მემარცხენე, ზოგიერთი ცოტა პურიტანული სენტიმენტების მქონე მემარცხენე და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს რწმენა, რომ საქართველოს უნდა იყოს სოციალური სახელმწიფო, კეთილდღეობის სახელმწიფო და აი ამ რწმენის ირგვლივ ვერთიანდებით და შევეცდებით, რომ ყველას მივაწვდიდოთ ხმა, ვინც ამ იდეას უჭერს მხარს, ამ იდეის შესაბამისი ინიციატივები, კანონპროექტები მოვამზადოთ და ამ იდეების დასაცავად ვიბრძოლოთ ქუჩაში, აუდიტორიაში, მედიაში
თუ სხვა სტილცეებში. აი მოძრაობის შინაარსი ესეთია და მას ჯერჯერობით არაფერი არ აქვს საერთო რაღაც პარტიულ მიზნებთან და ამოცანებთან. კი ბატონო, აი ბატონ ლევან, თქვენ ბრძანეთ, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე რაღაცნაირად მოიწყინეს ამ აქციებზე, მოუბეზრდათ და ასე შემდეგ. აი ამ ნაწილში მინდა გკითხოთ სწორედ ნამდვილად შეიმჩნევა ეს, რომ ადამიანებს აღარ აქვთ მაგალითად სურვილი აქციაზე დგომის თუ რაღაცნაირად ახალი ძალების მოკრება ხდება თუ აი რა მდგომარეობაა ახლა იმ აქციებზე, რომელზეც დარწმუნებული ვარ ყოველდღიურად გიწევთ ხება ყოფნა და ასე შემდეგ. ის სურვილზე არ არის ლიზა, აქ არის ენერგიაზე. შეუძლებელია 100 დღე დაძაბული ნერვებით ქუჩაში იდგე და ყოველ დღე 100 დღის განმავლობაში ქუჩაში გამოდიოდეს 200,000 ადამიანი. გამოდის კრიტიკული მასა და მე მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ გაზაფხულზე ეს კრიტიკული მასა კვლავ გაიზრდება და კვლავ მასობრივი დემონსტრაციები აი 25 თებერვალს სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით რაღაცნაირად უფრო დიდი მასშტაბის აქცია გაიმართება ალბათ. უერთდებით თუ არა და რას ფიქრობთ, იქნება უპრეცედენტო მასშტაბი საზოგადოების აი ამ აქციაზე თავმოყრილი და შემდეგ უკვე იმ ბოლო დროს რაღაცნაირ ტრენდზე მინდა გკითხოთ, რომლითაც ქართული ოცნება ხედავთ, რომ ამ ყველაფრის უკან ალბათ სწორედ ეს პოლიტიკური დაბეჯითებით ვერაფერს ვერ ვიტყვით, თუმცა ალბათ ის ადამიანები დგანან, რომლებსაც ეს პროცესები არ მოსწონთ, რომელიც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს და რაღაცნაირად ცდილობენ ამ ადამიანების დისკრედიტაციას, მაგალითად გიორგი გახარია გახდა თავდასხმის მსხვერპლი, კვერცხები ესროლეს აეროპორტში, ასეთივე ვთქვათ სცენარი ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის მისამართით და რაზე მიგვანიშნებს, აი როდესაც აი ასეთ ფორმა გამოხატვის, აი ასეთ ფორმასთან გვაქვს შეხება და არის თუ არა ეს სისუსტე იმ ადამიანების თავად, რომლებიც აი ამას გეგმავენ და შემდეგ უკვე სისრულეში მოიყვანენ და როგორი უნდა იყოს მიდგომა ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ ვიღაცამ კვეცხი ისროლა და გაიარა, ეს ხომ არ არის, არა, ეს ალბათ გამოძიების საკითხი უნდა გახდეს, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც აი ამ ძალიან ცუდი პროცესის წამოწყების უკან დგანან. შესანიშნავი შეკითხვებია, შეკითხვა ნომერი 1. მე არ ვიცი 25 თებერვალს რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში. მე გავალ და შევეცდები მხარი დაუჭირო იმ დემონსტრაციას, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოში დემოკრატია და უზრუნველყოს საქართველოს კავშირი კვლავ დასავლეთთან და დაიცვას ჩვენი ქვეყანა იზოლაციისგან და მარტო ყოფნისგან. მე თვალი მიმიდევნებია ევროპაში, ლიზა, ბევრი მოძრაობისთვის, ბევრი პროტესტისთვის. აი მაგალითად რო გავიხსენოთ 1989 წელი, მაშინ გერმანიაში მოხდა ეგრეთ წოდებული ფრიდრიხე რევოლუცია. ანუ მოხდა რევოლუცია, რომლითაც მშვიდობიანად დაამთავრეს GDR-ის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა. და აი ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოტივი და ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო ეგრეთ წოდებული ორშაბათის დემონსტრაცია. ანუ იქ ადამიანები ყოველდღე არ გამოდიოდნენ, ჰქონდათ შერჩეული თარიღები და აი ამ კონკრეტული თარიღების მიხედვით ამ კონკრეტულ დღეებში გამოდიოდნენ ქუჩაში. მე მგონია რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევიმუშაოთ ეს ასე ვთქვათ სტრატეგია, შეიძლება ყოველდღე არ გამოვიდნენ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები ქუჩაში, მაგრამ ორშაბათია რაღაც დღე დაითქვას, რაღაც თარიღი დაითქვას და იმ დღეს გაერთიანდეს, ასე ვთქვათ, აი ეს საპროტესტო მუხტი. აი ამ გზით მივდივართ და მადლობელი უნდა ვიყოთ საქართველოს პრეზიდენტის, მეხუთე პრეზიდენტის, რომ იგი გვეხმარება ამგვარი თარიღების შერჩევაში და ამგვარი თარიღების მონიშნაში. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ნუ რა გითხრათ რა, ეს ხო არაფერში არ წერია. როგორ შეიძლება თავმოყვარე, ოჯახში გაზრდილი, კულტურული, ღირსეული, დედაენა რო წაუკითხავს, ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი რო წეპირადით, ეგეთი ადამიანი იქცეოდეს ისე, როგორც იქცევიან ქართული ოცნების მხარდაჭერები. ქუჩაში ხვდებიან 70 წლის პრეზიდენტს, თავში კვერცხებს ესვრიან, ვინც მათი მოწინააღმდეგეა, იმასაც კვერცხებს ესვრიან, აფურთხებენ, აგინებენ და ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის საშინელება და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას უკვე იარაღიც აღარ დარჩა. ყველაფერს თვითონ აკონტროლებენ. პრეზიდენტის ინსტიტუტს, პარლამენტს, მთავრობას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ყველგან ტოტალური ძალაუფლება აქვთ მათ ფორმალურად.
მაგრამ ესეც კი არ ყოფნით იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვან და დაიცვან მულტიმილიონერი კი არა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. აი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დასაცავად ჭირდებათ კვერცხები. აი ამ დონეზე არიან დაცემულები და ეს არის სასოწარკვეთის და აგონიის ნიშანი, რომ აი მეტი ადამიანური მეთოდებით ისინი ვერცეთ ბრძოლაში ვერ იმარჯვებენ. კი ბატონო, აი რაღაცნაირად მე არ მინდა რომ ვინმეს დაცვაში შევიდე, იმიტომ რომ მე უნდა ვიყო მიუკერძოვებელი და ჩემი პოზიცია ალბათ ბევრს არ აინტერესებს, მაგრამ როგორც ერთი ადამიანი არ მომწონს, როდესაც პრეზიდენტს მაგალითად კვერცხს ესვრიან და შემდეგ აი ამ დასვრილი მასით უწევს მას გადაადგილება. ეს ხომ მიუღებელია. პრეზიდენტი იქნება ეს თუ უბრალოდ მე გავალ ქუჩაში, თქვენ იქნებით და ვისი მისამართითაც ეს არ უნდა მოხდეს, ეს არის მიუღებელი, გაუმართლებელი და ეს არის ძალიან ცუდი ბრძოლის მეთოდიც კი არ არის. ეს არის უბრალოდ მიუღებელი საქციელი, რომელსაც არავის მისამართით არ ვისურვებ, ვინც არ უნდა იყოს არც ქართული ოცნების ნებისმიერი დეპუტატი, თუნდაც არ იმსახურებს იმას, რომ აი ასეთი ფორმით ვინმე მას დახვდეს ქუჩაში და აი ასე შიშში უწევდეს გადაადგილება. ამიტომაც დავსვი მე ეს კითხვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერი უნდა შევდგეთ და კულტურას უნდა შევეჩვიოთ. პოლიტიკური კულტურა უნდა გაგვაჩნდეს და ოპონენტებთან აი ასე არ ვიბრძოდეთ და ასე არ ვსაუბრობდეთ. ბატონ ლევან, ტენდენცია კიდევ ერთი, მე ძალიან მიყვარს ხოლმე აი ამ კვირიდან კვირამდე ვაკვირდები, აი ამ კვირის განმავლობაში რა ტენდენცია იყო. ახლა მაგალითად ყველაზე მეტად აი ალბათ სამთავრობო არხებიდან მომხვდა ყველაზე მეტად ის საკითხი, რომ თითქოს პირდაპირ ჯდება ქართული ოცნების ნარატივში ტრამპის ხედვები, ტრამპის ქმედებები და ასე შემდეგ. თქვენ როგორც ანალიტიკოსი, როგორ უყურებთ აი ამ თანხმედრას, რაზეც ქართული ოცნების ლიდერები საუბრობენ, რაზეც ტრამპი საუბრობს და მართლაც ძალიან ბევრი ისეთი რამ შეიძლება დავიჭიროთ, რომელიც ქართული ოცნების და ტრამპის საუბარში შეიძლება თანხმედრაში იყოს, თუმცა როდესაც აი ასე პოზიტიურად უყურებენ აი ამ რაღაცნაირად ერთ პათოსს, თქვენ როგორ უყურებთ ამას? ეს არის დამთხევა, ეს არის რაღაც მართლა ახალი წესრიგი, ახალი ცვლილება, ახალი რა შეიძლება აი ამ დამოკიდებულებას ვუწოდოთ, იმიტომ რომ მიდის საუბარი იმაზე, რომ აი ქართული ოცნება რომ სწორად იქცეოდა, სწორად საუბრობდა, გვიჩვენა ტრამპის აი ამ სიტყვებმა და კიდევ ერთი მაგალითი და დასტური მივიღეთ თითქოს აი ამ ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე. ჯერ მოდით განმარტოთ თვითონ ტრამპი რას გვეუბნება. ტრამპი გვეუბნება, რომ ევროპის კონტინენტს და მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცესაც შეერთებული შტატებისგან ყოფს უზარმაზარი, ლურჯი, მშვენიერი ოკეანი. ანუ ტრამპი გვეუბნება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რა მოხდება და როგორ მოხდება, ეს მაინც და მაინც ჩემი საქმე შეიძლება არ იყოს. ტრამპი გვეუბნება, რომ მე მზად ვარ მივატოვო ეს რეგიონი და ამ რეგიონში თავარი სიტყვის თქმის უფლება მივცე რუსეთს, მივცე სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებს. აი როგორ შეიძლება აი ამ განცხადებას და ამ შინაარსის ასე ვთქვათ კომუნიკეებს სიხარულით ხვდებოდეს საქართველოს მთავრობა. რომელი ქვეყნის პატრიოტი მთავრობა იქნება ბედნიერი იმით, რომ ჩვენ ამ რეგიონში მარტო დავჭეთ რუსეთის, თურქეთის, ირანის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების წინაშე. აი რა ლოგიკა დევს იმაში, რომ ქართულ ოცნებას უხარია ევროპისგან იზოლაცია, ევროპის დასუსტება, ევროპაში მიგრაციის კრიზისის არსებობა, ევროპაში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება, ხო? ანუ წესით და რიგით ქართული ოცნება დღეს შეშფოთებული უნდა იყოს და უნდა ეშინოდეს, რომ რუსეთთან მარტო რჩება და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან მარტო რჩებიან. მაგრამ ნახეთ, აქ ერთვება არა პატრიოტული ან ქვეყნის ერთგულების მოტივები, არამედ ერთვება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ლოგიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მოდი საქართველოსგან შევქმნათ რუხი ქვეყანა, რომელიც არც ევროპა იქნება, არც რუსეთი იქნება, არც იქით იქნება, არც აქეთ იქნება და ყველა მამაძაღლი, ქურდი, ყაჩაღი, ვისაც ფულის გათეთრება უნდა
ვისაც ფულის გარეთ სხვა უნდა, მოდი აი ამ ყველა ნაძირალას მოუყაროთ თავი საქართველოში. ამით შევინარჩუნებთ ძალაუფლებას სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებ სადღაც კლდეების უკან აშენებულ ქაჯეთის ციხეებში, ასე გავლებ ჩემს ცხოვრებას და ჩემს შვილებს და ჩემს ბატონებს ორჯერ მეტ კაპიტალს დაუბრუნებ. ასე რომ, ნახეთ ტრამპის განცხადება მოსწონს ბატონ ივანიშვილს და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, არა იმიტომ რომ მათ რაღაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს, ამ სოფლიო მოწყობაში ერკვევიან, ან რაღაც ახალი სურთ რომ საქართველოსთვის გააკეთონ და ახალი ფუნქცია მოუწოდებდონ ამ ქვეყანას. ისინი აღფრთოვანებულნი არიან მხოლოდ იმიტომ, რომ გგონიათ მალე გაუჩნდებათ ახალი გამოქვაბული თუ საბანკო ანგარიში, სადაც ძალიან მშვიდად შეინახავენ თავიანთ ასეულ მილიონებს და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ საქართველოს მოსახლეობა თქვენი მაყურებელი, რომ ხომ არა ვართ პროპაგანდის სხერპლი, ხო არ გვატყუებს ბიძინა ივანიშვილი და მისი სხვა პროპაგანდისტული მედიები, სხვა წყაროებიდან მივიღოთ ინფორმაცია და რაც თავარია დავფიქრდეთ, როგორი იქნება ჩვენი რეგიონი სუსტი ევროპის და გაქცეული შეერთებული შტატების პირობებში. როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ბედი და ელემენტარული ლოგიკა ვისაც აქვს თავში და ერთი გონება აქვს, ხო? ის დარწმუნებული ვარ უმალვე მიხვდება თუ რამხელა ტრაგედია გვემუქრება ჩვენ იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები და ევროპა გავლენ ამ რეგიონიდან და დავრჩებით მარტო. კი, აი თუ შეიძლება მე მინდა თქვენ უთხრათ ეს ჩვენს მაყურებელს დეტალებში რა მაგალითად რა საფრთხე არსებობს ასეთ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები და ევროპა დატოვებს ჩვენს ქვეყანას ისე როგორც ვთქვათ თქვენ ახსენით ეს სურათი რა ემუქრება ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი შეფასება თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ამ ეთერებში ამბობს რომ ეს არის დემოკრატიული პროცესები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მე სიმართლე გითხრათ, მიკვირს ხოლმე, თუმცა ჩვენი ძველი სტუმრებიც კი ისინი, რომლებიც ასე არ ფიქრობდნენ არასდროს, დღეს ამბობენ ჩემდა გასაკვირვად, რომ ეს შეიძლება ჩვეულებრივად მოხდეს, ეს არის დემოკრატიული პროცესი, თუნდაც დემოკრატიულ პროცესს უწოდებენ იმას, რომ აი ასეთი ტიპის გადაცდომები არსებობს მაგალითად აქციებზე, რომ უმოწყალოდ შეუძლიათ ქუჩაში ერთ სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ესეც დემოკრატიული პროცესია მათთვის და აქედან გამომდინარე შეგვიძლია განვუსაზღვროთ ჩვენს ამ მაყურებელს, ჩვენს რადიო მსმენელს, ზოგადად რა არის დემოკრატია, რისთვის გვინდა კიდევ ერთხელ ევროპა და რატომ გვინდა რომ აი ამ ევროპული გზით ვიაროთ, რაც გამოიხატება შემდეგ ევროპულ სამუშაო პირობებში, ევროპულ ჯანდაცვაში, განათლებაში და ასე შემდეგ. ძალიან ვრცელი შეკითხვაა და ძალიან რთული შეკითხვაა. ჯერ მოდით იმას ვეტყვი მე თქვენს მაყურებელს, რომ თუ აი ეს სცენარი გამართლდება, ანუ ევროპა დაინგრევა და დასუსტება შეერთებული შტატები მხოლოდ თავის ნახევარსფეროზე აიღებს ძირითად პასუხისმგებლობას, მაშინ ჩვენ მივიღებთ ქვეყანას, სადაც სამართალი არ იარსებებს. სადაც სასამართლო არ იარსებებს, სადაც ეკონომიკაში არაფერი არ შეიცვლება და ვიქნებით ისეთივე ქვეყანა, როგორიც დღეს ვართ, ხო? სადაც მუშაობს ბანკები, კაზინოები, აფთიაქები, სუპერმარკეტები და მათ მიღმა არაფერი არ მუშაობს. სადაც ანგრევენ ჩვენს მთებს, მდინარეებს, გაქვთ რესურსები უიაფესად ამ ქვეყნიდან. აი ეს პერსპექტივა გველოდება ჩვენ და რაც მთავარია ამ ქვეყნის ნგრევაზე, ადამიანების გადინებაზე ამ ქვეყნიდან, ეკონომიკის მოსპობაზე, სპეკულაციური ეკონომიკის განვითარებაზე, ხო? ჩვენ ხმასაც ვერ ამოვიღებთ, რო არ მოგვეწონება. ან ამოვიღებთ ხმას ისე, რომ ვერანაირი გავლენა ვერ გვექნება პროცესებზე და ვერაფერს ვერ შევცვლით აი ამ ჩვენი ხმის ამოღებით. ეს არის საშიში. და ეს არის ყველაზე საშინელი პერსპექტივა და რაც შეეხება რა მოაქვს დემოკრატიას ეს ძალიან ვრცელი თემაა და ვრცელი საკითხია, მაგრამ თავარი რაც უნდა მოიტანოს დემოკრატიამ არის ის, რომ ის იყოს თან სოციალურიც. აი ჩვენ ამ მიზნით გამოვდივართ, თქვათ ასპარეზზე, ხო? ჩვენ გვინდა რომ ისეთივე დემოკრატია კი არ გქონდეს, როგორიც აქამდე გქონდა, რომელიც მხოლოდ პროცედურებით შემოიფარგლებოდა, აბა შენ მომეცი ხმა და აბა მე მოგცემ ხმას და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა ისეთი დემოკრატია, რომელიც ამბობს
რომ ჩემი ამოცანაა უზრუნველყო ადამიანების ელემენტარული სოციალური საჭიროებები. მე ბევრჯერ მithქვამს და გამიმეორებია რუზველტის სიტყვები, რომ შიერი, უსახკარო, ტანსაცმლის არ მქონე ადამიანი დემოკრატიას ვერ ააშენებს და დემოკრატიაში ის გახდება მანიპულაციის ობიექტი. აი ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც არ შიათ, არ წყურიათ, ტანსაცმელი აქვს, სახკარი აქვს და საშუალო ფენას წარმოადგენენ და შეუძლიათ აქედან გამომდინარე მონაწილეობა და თავისი პოზიციების დაცვა, მაგრამ ის სცენარი, რასაც გვთავაზობს ივანიშვილი, დინარაძე, კობახიძე, გამორიცხავს ესეთი ქვეყნის მშენებლობას. მათ უნდათ არსებული სტატუს კოს შენარჩუნება. ვანო ჭყარტიშვილს, მიწინა ივანიშვილს, ზარალას, ტიტურს, ვიღაცებს ექნებათ ფული, დანარჩენი საქართველო იქნება მათი მონა ან წავა ამ ქვეყნიდან. აი ამ სცენარში და ამ ვითარებაში ყეტავენ ჩვენ და ხმას თუ ამოიღებენ, კიდე თავში აგურს ჩაგარტყამენ და წაგიყვანენ იზოლატორში და 15000 ლარს დაგაკისრებენ ჯარიმას. აი ამ რეალობასაც გკითხავთ თუ შეიძლება. აი ამ ჯარიმებზეც გკითხავთ თუ შეიძლება. ხედავთ რომ ყველა ადამიანს რომლებიც აი ამ აქციაზე დადიან, დღეს თუ არა ხვალ მაინც მისდით ეს ჯარიმები 5000 ლარიანი სახლში, ხომ? პირდაპირ ადამიანებს სახლში აკითხავენ, რავი, დილის 5 საათზე, ღამის 4 საათზე და ასე შემდეგ და ოჯახის წევრების ბავშვების წინაშე აიძულებენ რომ რაღაცა საპოლიციო ძალებით აი ამ თქვათ მოაწერონ ხელი მოქმებს რომელსაც სახში უგზავნიან. ანუ ეს რისი მცდელობაა? მიგვანიშნებს თუ არა იმაზე რომ ეს არის რაღაცნაირად სახელმწიფოს მხრიდან აი დაშინების მეთოდი? თუ რა მეთოდია ეს ზოგადად რომ ყველასთან მოვალთ და ყველა პირი ყავს იდენტიფიცირებული რომლებიც აი ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას და აი ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა? ძალიან მარტივად არის მაგ მიმართულებით საქმე. დღეს რომ იყოს 1992 წელი, გამოსცემდა ბრძანებას ბატონი ჯაბა იოსელიანი და იტყოდა ქუჩაში არის კომენდანტის საათი, გამოხვალთ დაგხრეთ. მაგრამ გარეთ არის 2025 წელი და პირდაპირ ვერ გამოსცემს ვიღაცა დგებუაძე და გოველაური და ხარაზიშვილი და მარაზიშვილი და ესეთი კაცები პირდაპირ ვერ გამოსცემენ ბრძანებას, რომ აი გარეთ გამოხვალ დაგხრეთ, გარეთ მიტინგზე გამოხვალ დაგიჭერთ, ხმას ამოიღებთ, პირში კარტოფილს ჩაგჭრით და გაგაჩერებთ. ამას პირდაპირ ვერ იტყვიან. ამიტომ როგორც ეს ბატონი ივანიშვილის სტილია, ნელ-ნელა გვახრჩობენ. ჯერ ერთი კანონი გაამკაცრეს, მერე მეორე გაამკაცრეს, 500 ლარიანი ჯარიმა 5000-ად გაზარდეს, 5000-იანი 15000-ად. დააბრუნეს სააკაშვილის კანონი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული დანაშაულისთვის შეიძლება 60 დღით ჩაგაგდონ ციხეში. სააკაშვილს ჰქონდა ეს და როცა მოვიდა ოცნება, ხო თქვა რომ უფრო ჰუმანურია და 15 დღემდე შეამცირა ეს საშიელი, მაგრამ ამათმა გაზარდეს. ასე რომ ჩვენ ეხლა ვუყურებთ ერთი ბარტყი გადმომიგდეს სტრატეგიას. ჯერ ერთი კანონი წაიღეს, მერე მეორე კანონი წაიღეს და ბოლოს შეიძლება მართლაც გამოჩნდეს რომელიღაცა ეგრეთ წოდებული warlord-ი, ომის ასე ვთქვათ ბატონი, რაღაც საველე მეთაური, რომელიც ქუჩაში ავტომატით გამოვა და ნებისმიერ გავლენს ეტყვის, რომ აი კომენდანტის საათია და შენ ხმის ამოღების საშუალება არ გაქვს. აი ამ პროცესთან გვაქვს საქმე. ქართულ ოცნებას უნდა, რომ ამ ქვეყანაში აკრძალული იყოს პროტესტი. ძალიან დიდი მადლობა და ბოლო კითხვაც გამოსავალს რა შეხედავთ ასეთ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ქართული ოცნება მუდმივად გვიმტკიცებს იმას და მუდმივად გვეუბნება იმას, რომ ეს ნორმალური პროცესია, რომ აუცილებლად ეს პროცესი დაბრუნდება ნორმის ფარგლებში და რომ ეს პროტესტი ადამიანებს მობეზრდებათ, დღეს თუ ხვალ დაიშლებიან და შემდეგ უკვე ისევ განაგრძობენ თავისუფლად ისინი მუშაობას. აი ამაზე თქვენი შეფასება როგორია და როგორ უყურებთ სამომავლოდ პროცესების განვითარებას? აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე რა დღეებიც გავიარეთ, აი ამ ყველაფრის დავიწყება, ამაზე გადაბიჯება და ისე ცხოვრების გაგრძელება თითქოს არაფერი მომხდარა, პოლიტიკურ ცხოვრებას უგულისხმობს შესაძლებელია? რა გითხრათ, რა ჭრილობები, ხო იცით, არსებობს ისეთი ჭრილობები, რომლებიც ბოლომდე არასდროს არ
ხორცდება, ან თუ შეხორცდება, ტკივილი სულ გრჩება. ასე რომ რაც არ უნდა დაიღალონ ადამიანები, აი ის ნაპრალები, რაც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს, ბოლომდე იარსებებს, თუ არ ამოივსო და შესაბამისი გადაწყვეტილებები არ მიიღეს. ხო, აი გუჩინ ვიყავი მივლინებით საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში და იქ მითხრეს, რომ აი არსებობს ოჯახები, სადაც ძმები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. არსებობს სკოლები, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში და სხვა სივრცეებში საერთოდ არ ელაპარაკებიან და არ ეკონტაქტებიან და მოშლილი ყავთ ერთმანეთი ასევე პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით. არსებობს სოფლები, სადაც ადამიანებზე, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ, ავრცელებენ საშინელ ჭორებს, ამაზრზენ ჭორებს, განსაკუთრებით ქალები არიან ამ ჭორების მსხვერპლი და ეს ყველაფერი უკვალოდ ხო არ ჩაივლის. ეს ყველაფერი უბრალო გაჩუმებით ხო არ გაჩერდება. ამ ბალღამს, რომელიც დააგროვა ამ საზოგადოებაში ქართულმა ოცნებამ, ხომ ჭირდება, რომ განიკურდოს და თავისი გზა მიეცეს და ალაგდეს, ხო? და ეს ალაგება ამ უბედურების არ ხდება რეპრესიების, შევიწროვების, გადავადების, დაიღლებიან არგუმენტის მიხედვით. საჭიროა კომპრომისი, საჭიროა რომ ერთმა მხარემ აღიაროს თავისი დანაშაულებები, მეორე მხარემაც აღიაროს თავისი დანაშაულებები. რაღაცა დათმოს, თქვათ, დავთმოთ ჩვენ პროტესტის მონაწილეებმა და მთლიანად არ მოვითხოვოთ ის, რისი ღირსებიც ეგენი არიან. და მათაც უნდა დათმონ და პირველი ნაბიჯი ამის იქნება ეს ყმადაღებული არჩევნების თემა და მე ღრმად მწამს. როგორ არის ერთ ცნობილ სიმღერაში, დღეს თუ არა ხვალ მაინც, ხვალ თუ არა ზეგ, ჩვენ მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ვერასწდება ამას. და ეს ვადამდელი არჩევნები ვერასწდება ბიძინა ივანიშვილს, შეუძლებელი. კი ბატონო, დიდი მადლობა ანალიტიკოსი ლევან ლორდ-ქიფანიძე პასუხობდა ჩემს კითხვებს. მე დროებით გემშვიდობებით და გადაცემის მეორე ნაწილი დავბრუნდები რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ქციის მონასტერი, მერვე მე-9 საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქვემო ქართლში, დმანისის რაიონში, ტყით შემოსაზღვრულ ფერდობზეა. აქ ერთვის ქცია სხევი ძუელ გომარეთისა. გამოსდის კვირიკეთის მთას. მის ქვემორ არს დაბა ქცია, მდინარე ქციის პირს. აქ არის მონასტერი კეთილი 5 სამარად. ასე აღწერს იქაურობას საქართველოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი, მე-18 საუკუნეში მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი. ქციის მონასტრის ცენტრალური ნაგებობა მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის სამნავიანი ეკლესია რიყის ქვითა და სქელი დუღაბითაა აშენებული. სამხრეთი კარის თავზე სავარაუდოდ მე-17-18 საუკუნეებში შესრულებული მხედრული თაწერია. ესე სოფელი ქცია მტერმა ვერ დააქცია. ეკლესია ოდესღაც მოხატული ყოფილა. არქეოლოგიური მოგზაურობისას აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს კედელზე მხატვრობის კვალი დახვდა. 2008-9 წლებში მცირე მასშტაბის წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა და ასე გახდა ცნობილი, რომ მონასტერი მისი არსებობის თითქმის ყველა პერიოდში შეძლებული ყოფილა. ეკლესიის მახლობლად მე-11-მე-12 საუკუნეების კერამიკული სახელოსნო და მაღალმხატვრულად შემკული მოჭიქული ნაწარმი აღმოჩნდა. მონასტერმა განვითარების მწვერვალს მე-11-მე-13 საუკუნეებში მიაღწია. არქეოლოგიური კვლევის მიხედვით მე-14-მე-15 საუკუნეთა მიჯნაზე ქციაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა, რაც სავარაუდოდ თემურ-ლენგის გამანადგურებელ შემოსევებს უკავშირდება. დაახლოებით 2 საუკუნის შემდეგ მონასტრიდან 9 კილომეტრში სოფელი გაშენდა. ეკლესიაში ღვთისმსახურება დაიწყო. მის გარშემო მოსახლეობამ სასაფლაო მოაწყო.
დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლოს სოფლის კვალი გაქრა. ხეებითა და მიწით ნახევრად დაფარული ეკლესია და ძირითადი ნაგებობები 21 საუკუნეში გაიწმინდა. მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ქართული ტრადიციული მეთოდით კვერცხის ცილითა და კირით აღადგინეს. დღეს ქციაში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში იურისტი ნიკა სიმონიშვილი ჩაგორთვება. მოგესალმებით, ნიკა, გესმით თუ არა ჩემი ხმა? მოგესალმებით, იმედია ჩემი ხმაც ისმის. კი ბატონო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში თემის აქტუალობიდან გამომდინარე და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად ვითარდება, ბუნებრივია, მე პირველ რიგში მაინტერესებს ის საქმეები, რომელშიც ალბათ ყოველდღიურად გიწევთ მონაწილეობის მიღება, ის პროცესები, რომელიც აქციაზე დაკავებული ადამიანების გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება და პროტესტის შეზღუდვის ის ფორმები, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. აი ეს საკითხები, აი ამ თემებით დავიწყოთ და შემდეგ უკვე უშუალოდ კითხვებს მოგაშველებთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მაყურებელს, მსმენელს მივესალმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რა თქმა უნდა, ქართულისთვის მადლობა, იმიტომ რომ ამას დრო დაუთმეთ და შევხვდეთ ეს მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეეხება მათ შორის ასევე აი ამ ადამიანების პროცესებს და იმ სასამართლოში მიმდინარე იმ უსამართლობას, რომელსაც იურისტები, ადვოკატები ყოველდღიურად ვაწყდებით სასამართლოში და რომელიც ერთი შეხედვით ხილული არ არის ეს საზოგადოების ფართო მასებისთვის, მაგრამ რეალურად საზოგადოების ფართო მასებზე ესე პირდაპირ და აჭკარად მოქმედებს, ხო? აქ ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს ერთობლივ შეთანხმებულ უკანონო ქმედებათა მთელ კასკადთან, რომლის მსხვერპლის უკვე უამრავი ადამიანი გახდა და კიდევ მეტი ადამიანი შეიძლება რომ გახდეს ამის მსხვერპლი. და რაზეა საუბარი? საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე პროტესტის ფარგლებში ნახარა ქართულმა ოცნებამ, რომ ადამიანები უბრალოდ ესე უკვე 85 დღეა, ხო? 86 დღე არის. რაც იკრიბებიან, პროტესტს გამოხატავენ, ეს პროტესტის გამოხატვა ხდება სწორედაც რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ამ გზის გადაკეტვის ფორმით. მან მოკლედ მოიგონა ეს რაღაც ახალი საბრძოლო ხერხი ამ ადამიანებთან აჯარიმებს გზის გადაკეტვის გამო. ქართული ოცნება აჯარიმებს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ამაზე ასე ვთქვათ, უქმს ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდგომ უკვე ამაზე ჯარიმაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. აქ რაღაც პატარა პროცედურები შეიცვალა. 7 თებერვლამდე кейსებზე გვაქვს ასეთი შემთხვევა, რომ ადგენს ოქს და სასამართლო აჯარიმებს, ხოლო 7 თებერვლის შემდგომ უკვე პირდაპირ შესესებ აჯარიმებს, მაგრამ აქ ფაქტი არის ის, რომ ქართული ოცნება ცდილობს აი ამ ჯარიმებით, რომელიც 5000 ლარამდე გაზარდა, წარმოვიდგინოთ რამხელა ჯარიმაზე არის აქ საუბარი, აქციას როცა აქცია როდესაც სტარდება და მე თუ მაგალითად გზაზე გადავედი და იქ შემდგომ ჩათulis რომ არასაკმარისი რაოდენობის ხალხი იყო, აი შემდგომ ჩათulis ამას, ამის გამო შეიძლება 5000 ლარი დააჯარიმონ. 5000 ლარი არ ვიცი რაღაც საშუალო ხელფაზე, რაც სტატისტიკურად არის დათვლილი თუ მინიმალურ ხელფაზე, რამდენჯერ მეტი არის. რამდენ ადამიანს აქვს ამ ქვეყანაში 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობა, ეს არის პირდაპირ დასჯა. ეს არ ვიცი პატიმრობაზე უარესიც არის და არ ვიცი რაღაცა არაგონივრული დასჯა არის, რა თქმა უნდა. ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სრულიად არაკონსტიტუციური მცდელობა. მაგრამ ქართული ოცნება დიდი ხანია გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავითარ წესს და კანონს არ ემორჩილება გარდა ერთი რაღაცისა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სიტყვა. ჩვენ აქ რასაც ხედავთ სასამართლოში, ფაქტობრივად ნულოვანი სტატისტიკა არის იმის, რომ შეწყდეს სამართალდარღვევის საქმე იმის გამო, რომ სასამართლომ ვერ დაინახა იქ უკანონობის, ასე ვთქვათ, ვერ დაინახა ის, რომ ამ ადამიანმა უკანონობა არ ჩაიდინა. ყველა საქმეში ხედავს სასამართლო უკანონობას, აი ეს 100%-იანი ასე ვთქვათ, სტატისტიკა არის და მე მგონი აქ უკვე წინა ხელისუფლების სტატისტიკასაც გარკვეულწილად გაასწრეს ქართულ ოცნებაში, რომ იქ რაღაც 99.9% მაინც იყო ხოლმე და რაღაცა შემოაგდებდნენ გამამართლებელს ხოლმე, აი აქ 100%-იანი სტატისტიკა არის ერთადერთი, რითაც მეტნაკლებად მობიერად შეიძლება ხანდახან იქცევა ხოლმე სასამართლო, თუ ძალიან შეეცოდება ვიღაცან რაღაც ძალიან აბსურდული
ბრალდება არის კონკრეტულ პირთან მიმართებით წაყენებული ამ გზის გადაკეტვის საქმეებზე ან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებაზე, მაქსიმუმ შენიშვნით შემოიფარგლოს ამ შემთხვევაში მოსამართლე, მაგრამ აქაც რა თქმა უნდა სამართალდამოღად ცნობს ხოლმე ყოველთვის ამ კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენ ერთსა და იმავეს ვხედავთ. ვხედავთ რას? რამდენი კითხვაც არ უნდა დასვა, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, რა არგუმენტიც არ უნდა მოიტანო, შსს არის ყოველთვის მართალი. ანუ სვავთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენი ადამიანი იყოს გზის გადაკეტვისთვის საკმარისი პასუხი არავის არ აქვს. ანუ შსს აქვს ასეთი პასუხი, რომ ამის შეფასების კრიტერიუმი არის მათი ობიექტური თვალი. ანუ ჩვენ რომ მივალთ რუსთაველზე შეიძლება იქ გზა გადაიკეტოს და მაგალითად აქციის მონაწილეებმა ჩათვალონ საკმარისი რაოდენობა რომ გზის გადაკეტვისთვის საჭირო არის პოლიცია უბრალოდ არ რეაგირებს ამაზე პოლიცია უბრალოდ ეცლება იქ ტერიტორიას მე ანუ მოდის ასე ვთქვათ ოქმი და გატყობინებენ რომ იცით მერე შსს ზემოდან კამერებით რა ვიცი ისეთი კამერებია თან პირდაპირ შეიძლება სულშიც კი ჩაგხედოთ ხო ანუ ის ამ კამერებით ამოწმებს, ანუ საკმარისი იყო რაოდენობა თუ არა, რომლის მეთოდოლოგიაც პირდაპირ მითხრეს პროცესზე, რომ მათ არ აქვთ არანაირი მეთოდოლოგია ამის არ არსებობს. რაოდენობის საკმარისობის დათვლის, მათი ობიექტური თვალი თვლის თურმე მხოლოდ საკმარის რაოდენობას ისიც მხოლოდ შემდეგ და რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება გავიგო, რომ მაშინ მე იქ რომ ვიდექი თურმე საკმარისი რაოდენობა არ ყოფილვარ. ამის გამო შეიძლება დამაჯარიმონ. ან შეიძლება პატიმრობას კი შემეფარდოს 60 დღემდე ახლა უკვე. ანუ ხო აი ამაზე მინდოდა, აი კანონების გამკაცრებაზე, სასჯელის გაზრდაზე, თუნდაც ფინანსური და ასევე აი 60 დღე ახსენეთ, თქვა და ამ ნაწილშიც მე მინდა გკითხოთ, აი ამ ყველაფერს როგორ უყურებთ, როგორც იურისტი, ეს რამდენად ჰუმანურია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომ აი ასეთი მკაცრი ზომები იქნეს გამოყენებული და 60 დღემდე გაიზარდოს თუნდაც პატიმრობის ვადა. ხო, რა თქმა უნდა, აქ საჭიროება ეს ბოლო პერიოდში დადგა, ხომ, დღის წესრიგში ქართული ოცნების გადასახედიდან, თორემ ამაზე ხო არც უფიქრიათ ალბათ ეს სწორედ იმ პროცესების შემდეგ დაინახეს, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა, მაგალითად ის, რომ თუნდაც ვიღაცამ პირბადი არ უნდა გაიკეთოს და ამის გამო რამდენჯერმე შეიძლება დააჯარიმონ ადამიანები ერთი და იგივე რაღაცა სულელური მოთხოვნით, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა მართლა პირბადით მივიდეს და ისიც კი დააჯარიმონ ისეთ სტადიაზე ვართ უკვე აი ამ პროცესებში. კი, ანუ აქ მთელი ამბავი იმაში არის, რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა ისეთი საკანონმდებლო სივრცე, სადაც არ ვიცი, ნებისმიერს მოგვიძებნიან მართლა მოხელს, ხო? ანუ ნებისმიერ ადამიანს ვინც ქუჩაში გავა აქციაზე, ნებისმიერს მოუძებნიან. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ხა აი ამ კონკრეტულ შეკრებაზეა საუბარი თუ სხვა ნებისმიერ შეკრებაზე შეიძლება იყოს, ხო? ანუ გახვალ ქუჩაში გეტყვიან რომ ანუ ქუჩა გადაიკეტა? ანუ თუ ეტყვი იმას რომ პოლიციელმა არაფერი არ მითხრა საკმარისი არ ვიყავ ისინი გიპასუხებენ რომ პოლიციელს არ ევალებოდა შენთვის რამის თქმა. პოლიციელს თურმე არ ევალებოდა სამართალდარღვევის აღკვეთა. ამას ამბობენ მართლა, არ ხუმრობ. თურმე არ ევალებოდა პოლიციას რეაგირება, დრო შეტრალდებოდა წავიდოდა, ანუ ეს თურმე არაფერი არ არის. პოლიციას არ ევალება მოწოდება და გაფრთხილება. მე თურმე უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ ვაიმე, რამდენიმე დღის მერე შესეს რომელიღაც თანამშრომელი ჩაუჯდება ამ ვიდეოებს და ნახავს, რომ თურმე და ჩათვლის მისი ობიექტური თვალით. რომ თურმე საკმარისი არ ყოფილა, ამის გამო უნდა დამაჯარიმოს. ერთი არის ეს, ანუ სრული ბუნდოვანება კანონმდებლობაში, მაგრამ მეორე, რაც არის ის, რომ მე ამავდროულად უნდა მეშინოდეს, რომ ერთი ვარ დამოკიდებული შსს თანამშრომელზე, მაგრამ შსს თანამშრომელმა მე შეიძლება დამსაჯოს 5000 ლარით. ეს რამდენჯერმე შეიძლება გააკეთოს და არიან ადამიანები, არ ვიცი, აი ბოლო დღეებშიც გავრცელდა რამდენიმე ადამიანზე ინფორმაცია, მაგალითად, ანუ აი ეს უკვე არ ვიცი, რაღაცა ჰუმანურობაზე ვეღარ ვილაპარაკებ, ეს უკვე სადიზმია და სისასტიკე არის, რაც ესენი აკეთებენ. ანუ 5000 ლარი ხო, პრობლემა ეხლა პატიმრობა არ გამოუყენებიათ ეს 60 დღის მომენტი, რაც მე ვთქვი, არ გამოუყენებიათ ჯერჯერობით მაინც და ასე მარტივი პატიმრობის გამოყენება არ არის, იმიტომ რომ იქაც შეზღუდული რაოდენობა აქვს იზოლატორებში, მაგრამ ჯარიმა საკმაოდ დიდი არის 5000 ლარი. განმეორებით მისდით ხოლმე, დიახ, პირებს, განმეორებით. რამდენიმე დღის ანუ შეიძლება ერთ დღეს ერთი მოგიტანა, მეორე დღეს მეორე, მესამე დღეს მესამე. ანუ გულში მაგალითად ერთ-ერთმა ადამიანმა დაწერა, ერთმა ჩვენმა მეგობარმა ნაცნობა, რომ მესამე ჯარიმა მიუტანეს. მიუტანეს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით აძლევენ ამას. მიაქვთ პენსიონერ ხანში შესულ მშობლებთან მიაქვთ. მიაქვთ მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. ანუ აშინებენ, ოჯახებს აშინებენ. პოლიციას მიაქვს ეს ყველაფერი, ანუ რომ არის შესაძლებელი რომ
ადამიანს მიხვიდა პირადად ჩააბარო, მიაქვთ მშობლებთან, შვილებისთან დასწრებით მიაქვთ. ამას შეგნებულად აკეთებენ. ამიტომ ეს ჰუმანიზმი კი არა, სადიზმი არის. ანუ მაქსიმალური დაშინების მცდელობაზე არის ქართული ოცნება გადასული და არ ვიცი, ანუ თავისი შინაარსით ეს ნორმა რას იტყვის, შემდგომ უკვე სანქციების, შემდგომ ის როგორ აბარებენ ამ ჯარიმებს, როგორ აშინებენ ადამიანებს თუ ასე შემდეგ, ეს ერთ-ერთ რაღაცაზე მიუთითებს, რომ ანუ ამას არც ჰუმანიზმთან აქვს არაფერი საერთო, არც სამართალთან, არც სამართლიანობასთან, არც სიმართლესთან და რა თქმა უნდა არც მართლმსაჯულებასთან, როდესაც თქვენ სასამართლოში მიხვალთ და ნახავთ, არ ვიცი, აი გირჩევთ მართლა ვიყურებენ ახლა ადამიანები, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს ადამიანი სუბიექტურია, მიკერძოებულია, იმიტომ რომ ამ ადამიანების უფლებებს იცავს თვითონაც რაღაც აქციის მონაწილე, შეიძლება ეს იფიქრონ. ჩემი თუ არ გჯერათ, ყველას მოგიწოდებთ. საქალაქო სასამართლოში მიბრძანდით, ნახეთ რა ხდება პროცესებზე. ნახეთ, თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნებით, ამას იურისტობა არ ჭირდება, დარწმუნეთ, როგორ არღვევს ქართული ოცნება და მისი მართული სასამართლო და შესაძე ჩვენს უფლებებს. ნახავთ თქვენ სხდომები საჯაროა და მე შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენ ნახავთ სასამართლოში რიგებს ადამიანების და ვინ ადამიანების, იცით? საუკეთესო ნაწილის ამ ქვეყნის ყველაზე მოაზროვნე ინტელექტუალი საუკეთესო ნაწილი, ვინც რაღაცას ქმნის ამ ქვეყანაში, რაღაცას არ ვიცი ყოველთვის სამართლიანი დამოკიდებულებით, პრინციპული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ხოლმე, არ ვიცი ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ თუ ასე შემდეგ, აი ამ ადამიანებს ჭის. ქვეყნის საუკეთესო ნაწილი დგას დღეს სასამართლოში და ისინი კრიმინალებად და სამართალდამრღვევებად არიან გამოყვანილები. თქვენ თვითონ მიბრძანდით, მეგობრებო, ვინც ახლა მიყურებთან მისმენთ, მიბრძანდით სასამართლოში, ნახეთ თქვენ თვითონ და ჩემ ნათქვამს შეიძლება არ დაუჯეროთ, მაგრამ თქვენ ნახავთ თქვენი თვალით და რა თქმა უნდა ამას დაიჯეროთ. აი, ამ ადამიანებმა რა გზა უნდა მონახონ, რა ბერკეტი აქვთ ხელში, რომ იბრძოლონ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, მაგალითად, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ჰუმანური დამოკიდებულება მათი მისამართით არ მოდის, ეს წარმოუდგენელია ამ პირობებში, როდესაც არც სასამართლო, არც სახელმწიფო არ არის ამ ადამიანების მხარეს, როგორ არც სამართალდამცავი ორგანოები, როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა სამართალს მიაღწიონ და მოიპოვონ. აი, რა გზა არსებობს ასეთ შემთხვევაში? მადლობა ამ შეკითხვისთვის. არ ვიცი, ან თავისი შინაარსით რთული კითხვა არის, მაგრამ მე შევეცდები, რა თქმა უნდა, გულწრფელი ვიყო და ეს არ დავმალო. მე ხელ საუბრობდი იმაზე, რომ ფაქტობრივად ჩვენ სასამართლოში ადვოკატები მივდივართ, დავობთ იმაზე, რომ რაღაც არასამართლიანი მოპყრობა იყო ადამიანთან ერთებით, ოქმი უკანონოდ შედგა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ აქ შედეგს მაგალითად ნაკლებად ვიღებთ ხოლმე ადვოკატები. ხო? და თვითონ ის მხარეც. იმიტომ კი არა, რომ რაღაცას ვაკლებთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თითოეული კოლეგა ბოლომდე იხარჯება. მეც ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო. ვიხარჯებით ბოლომდე, სასამართლოს ყველა არგუმენტს ვაწვდით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, მოსამართლეს წინასწარ აქვს უკვე გადაწყვეტილება მიღებული და რეალურად მას კი არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება სხვაგან არის უკვე მიღებული და რეალურად ის უბრალოდ აცხადებს ამ გადაწყვეტილებას. რაც არ უნდა ელაპარაკო, ანუ ფაქტია, რომ გადაწყვეტილება ვიცით, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლოში ბრძოლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეც ჩემი კოლეგებიც, როდესაც მივუყვებით ამ ადამიანებს სასამართლოს პროცესზე, სხდომაზე და აი ამ რაღაც გაუგებარ უსამართლობას ვაწყდებით მართლა, ხო? ანუ ვართ იქ იმ შეგნებით, რომ რეჟიმი უნდა დავღალოთ, რეჟიმს ძალა უნდა გამოვაწვოთ, სისტემა უნდა გადავტვირთოთ, სისტემას ბევრი დრო უნდა წავართოთ, ნაკლები დრო უნდა დავუტოვოთ სხვების დასაჯარიმებლად, ნაკლები რესურსი უნდა დავუტოვოთ. მე ეს ოქმები სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა გავასაჩივროთ, ხო? მე ვახსენე, რომ 7 თებერვლის შემდგომ кейსებზე უკვე შესაძლოა პირდაპირ გვაჯარიმებს და სასამართლოს დამტკიცება ამისთვის არ არის საჭირო. 7 თებერვლამდე ეს იყო საჭირო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა, მაგრამ 7 თებერვლის მერე შესაძლოა პირდაპირ გვაჯარიმებს, ხო? მაგრამ აქაც მე ვეტყოდი ადამიანებს, ვინც ახლა გვიყურებენ და გვისმენენ, რომ ეს ჯარიმები, ვისაც ჩაგაბარებენ ან თქვენს ახლობლებს, ნაცნობებს თუ ასე შემდეგ, აუცილებლად გაასაჩივრონ. ვართ ადამიანები, ვინც მზადყოფნას გამოთქვავთ, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ, სრულიად უსასყიდლოდ დავეხმაროთ. ანუ ამაში არაფერ რაღაც თანხას არ ვიღებთ. მეც საჯაროდ გამოვთქვი სურვილი, რომ თუ ვინმე რაღაცა მთხოვს, მე შემიძლია საჩივრის შაბლონი ფორმა გავუგზავნო, რომ ეს საჩივარი დაწერონ, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანონ, შესაძლოა მე შეიძლება ამის გასაჩივრება სასამართლოში, საქალაქოში შემდეგ სააპელაციო სასამართლოში, რაც ძალიან დიდ დროს წაიღებს, პატარა დროს არ წაიღებს და ამ გასაჩივრების განმავლობაში ჯარიმის მოქმედება ჩერდება. და შეიძლება ახლა ვიღაცა მიფიქროს ის, რომ კი, მაგრამ საბოლოოდ თუ მაინც არ დამიკმაყოფილებენ, რა აზრი აქვს.
ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს, თვეებს წაიღებს ეს განხილვა და მთელი მომენტი აქ ის არის, რომ რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა, რაც ახლა ქვეყანა გადის და ის პოლიტიკური პროცესი, მე არ ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება. ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდს გაგრძელდება, ალბათ რაღაცა შეიძლება გაზაფხულისთვის რაღაც სიტუაციის ცვლილებას ველოდოთ. ყველა შემთხვევაში ჩვენ ეს პროცესი უნდა გავწელოთ და გავაგრძელოთ იქამდე, სანამ დიდ პოლიტიკურ ცვლილებას ჩვენ არ მივიღებთ და არ მივიღებთ ცვლილებას იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ადამიანებს აღარ მოუწიოთ აი ამ ჯარიმების გადახდა. ამ ბრძოლას ეს მნიშვნელობა აქვს, ჩვენ დროს ვიგებთ და ძალიან მნიშვნელოვან დროს ვიგებთ აი ამ თვალსაზრისით, როცა ასაჩივრებთ თქვენ ჯარიმას, ამ ჯარიმის მოქმედება ჩერდება. არ ვიცი, არიან ძალიან ბევრი ადვოკატი არის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი არის, რომელიც შესანიშნავ საქმეს აკეთებს, უფასოდ გეხმარებიან, გასაჩივრებაშიც მოგეხმარებიან, ადვოკატითაც მოგეხმარებიან, მე შემიძლია ტელეფონის ნომერიც თქვა, სადაც შეგიძლიათ თქვენ დარეკოთ და დაგეხმარებიან. რა ვიცი, ჩემი სახელი და გვარი, ვინც მოისმინეთ, არ ვიცი, მე სოციალურ ქსელში დავწერე კიდევაც, რომ გამოვთქვი მზადყოფნა, რომ თუ მომწერთ ჩემი ხმებით, შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს საჩივრის ფორმა, რომლითაც გასაჩივრება შეძლებთ, მოგეხმარებით, ამის შესაძლოა უამრავმა ადამიანმა მომწერა, შემიძლია გითხრათ, საერთოდ არც ვიცნობ მე ამ ადამიანებს, მაგრამ გამომიგზავნეს აი მომწერეს, მე გავუგზავნე მათ შესაბამისი საჩივრის ფორმები, იმისაც რომ გაასაჩივრებინათ ეს გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა ეს ანუ მთელი მომენტი აქ ის არის, რომ რეალურად ჩვენ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და აი ეს არის სწორედ ის ნამდვილი, არ ვიცი, მამული შვილობა, მე ასე ვფიქრობ, ის ქართველობა, რომელსაც რა ვიცი, ქართული ოცნება გვაბრალებს, თურმე რაღაც უცხო ქვეყნის აგენტები თუ მოღალატები თუ ასე შემდეგ ვართ. არა, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარს ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში, ვუდგავართ ბოლომდე. ამიტომ თუ ვინმეს ასეთი რაღაც დასჭირდება დახმარება, არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ცხელი ხაზი არის ასეთი 570070563, შეგიძლიათ იქ დაუკავშირდეთ, არ ვიცი, რაღაც სხვა ადვოკატებსაც და არ ვიცი, ბევრი ადვოკატი უფასოდ ეხმარება ამ ადამიანებს. აი, უფლებების ნაწილზეც მინდა აქ ხაზი გაუსვათ, რომ აი მაგალითად დაკავების პროცესში აი მარტივი რამდენიმე წესი მაგალითად ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება არ იცოდნენ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რისი უფლება აქვთ მაგალითად, როდესაც დაკავება ხდება აქციაზე, მანიფესტაციის დროს ან ასე შემდეგ და რით შეუძლიათ რომ ისარგებლონ, რომ თქვენ განუმარტოთ. რა თქმა უნდა, პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ადვოკატის სარგებლობის უფლება გაქვთ, ადვოკატის აყვანის უფლება გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ რომ ანუ არაფერზე არ მოუწეროთ ხელი, არაფერი განმარტება არ მისცეთ. შეგიძლიათ დუმილის უფლება ასე ვთქვათ, სრულად გამოიყენოთ. ადვოკატები ის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ვახსენე, მე ფაქტორად აი ყველა დაკავებული ვინც კი დააკავეს, არ ვიცი, სხვა ადვოკატებიც არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სხვა ადვოკატები, ჩემი კოლეგებიც, მე თვითონაც ხო, ანუ ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ დაკავებულს. ამიტომ თქვენ თუ დაგაკავებენ და გადაგიყვანეთ დროებითი მოთავსების იზოლატორში, შეგიძლიათ გქონდეთ იმედი, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში, რა თქმა უნდა, ადვოკატი მოგაკითხავთ, შეგიძლიათ მას გაესაუბროთ, არანაირი განმარტება არ გააკეთოთ და უბრალოდ შემდგომ უკვე სასამართლოს, როდესაც ჩაინიშნება 2 დღით აქვთ მათ დაპატიმრების თქვენი დაკავების უფლება და ამ 2 დღის განმავლობაში 48 საათის განმავლობაში სასამართლო უნდა ჩაინიშნოს და უკვე უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება, როგორც ეს ჯარიმა არის ხოლმე, თუ მაინც ესეთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება უნდა სასამართლოს რომ მიიღოს ესეთი ჯარიმა არის ხოლმე. ამიტომ ყველა ვარიანტი აქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება გაქვთ, საქმის მასალების გაცნობის უფლება გაქვთ, რა თქმა უნდა, სამედიცინო დახმარების მიღების უფლება გაქვთ. მე თვითონ მაგალითად ვნახე არაერთი ადამიანი, ანუ ბიჭები, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ და უბრალოდ იზოლატორშიც კი ვეღარ მოათავსეს, ისინი უკვე საავადმყოფოში გაუშვეს პირდაპირ. ანუ მე ასეთი ნაცემი ადამიანები ცხოვრებაში არ მინახავს და არც გამიგია სასტიკად ნაცემი ნაწამები ადამიანები. ანუ აი მთელი წამების, ასე ვთქვათ, კონვეიერს გადიოდნენ ეს ადამიანები, აი მთელი სისტემა იყო აი ამ წამების ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, აქაც გააქვთ უფლება რომ გამოძიების დაწყება მოითხოვოთ ამ ადამიანების დასჯა. ესმის რომ დღეს ეს ყველაფერი შეუძლებლად გვეჩვენება, მაგრამ
ჩვენ მე გავახსენებ მაყურებელს გვიყურებენ ადამიანები, ვისაც დიდი, ასე ვთქვათ, ბევრი ამბავი ახსოვს და ჩვენ შეიძლება თქვენ გეგონათ, რომ მათ შორის წინა ხელისუფლების დროს, რომელიც ასევე სასტიკად უსწორდებოდა ადამიანებს, ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ ისინი, ხო? მაგრამ დიდი პოლიტიკური ბრძოლის შედეგად რაღაცები მაინც შეიცვალა. მართალია დღეს ისევ იმავე პროცესებამდე მივედით, მაგრამ მნიშვნელოვანია ბრძოლა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დღეს თუ არ ხვალ მაინც მივაღწევთ რაღაცას და თუ ამ ქვეყანაში ვერ მივაღწევთ, არის საერთაშორისო ინსტანციები, სადაც ბრძოლა ასევე შეიძლება და არიან ადამიანები, ვინც ამაში დაგეხმარებიან. კი ბატონო, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. მე იმეც ვიტოვებ და დარწმუნებული რომ ჩვენ გვექნება კიდევ შესაძლებლობა სხვა დროსაც ვისაუბროთ ასეთ საინტერესო თემებზე. უღრმესი მადლობა რომ გადაცემაში ჩაგვერთვეთ. იურისტი ნიკა სიმონიშვილი პასუხობდა ჩემს კითხვებს. მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგახსენებთ, რომ სტუდია ნომერის გადაცემისთვის პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე დროებით გემშვიდობებით და ინტერაქტივით შემოგერთდებით სულ მალე პირდაპირ ეთერში.